ადამიანი ცხოვრება არის არა იმით ვინ ვარ მე არამედ იმით თუ ვინ ხარ შენ გამიგეთ ანუ რაც არ უნდა ამბობდე მე ესეთი ვარ და ასეთი ვარ და თუნდაც კარგს ან თუნდაც ცუც ის არ ხარ შენ შენ ხარ ის რასაც გეტყვია შენ ეს ხარ და ცხონდები არა იმით ვინც ვარო მე იტყვი არამედ ვინც ხარ შენ მაგალითისთვის მოგიყვანთ როდესაც მარჯვნივ და მარცხნივ დადგებიან მაცხოვარი ეუბნება შენ მაჭამე შენ მასვლი არაო სად გაჭამეთ სად გასვითო სად ჩარ გაცვითო არ გაგუკეთებიაო ანუ ეს ადამიანი ფიქრობს არ გამიკეთები არ ვარ მე იმის არ გამიკეთები ეს მეორეს რო ეუბნება არ მაჭამე როგორ არაო არ მინახი ხარ თორე გავაკეთებდი ეს ადამიანი ფიქრობს მე გამკეთებელი ვარ ერთი ფიქრობს არ გამიკეთებელი არ ვარ გამკეთებელი კარგის მეორე ფიქრობს რომ გამკეთებელი ვარ მაგრამ ესეც სხვას ფიქრობს თავისთავზე და ესეც სხვას და მაცხოვარი სხვას ამბობს შენ არ ხარ გამკეთებელი უბრალოდ შენ კი ეს გააკეთე ანუ რაც მაცხოვარმა უთხრა ის იყო მთავარი და არა ის რასაც ესენი ფიქრობდნენ თავიანთ თავზე ხო ამიტომ მე ვარით კი არ ვწონდები ჩვენ აი მაცხოვარი რას გვეტყვით ვინ ხარ შენ ამიტომ ყოველთვის უნდა ელოდე მოძღვრისგან პირველ რიგში ვინ ხარ შენ და შენს თავზე წარმოდგენას არ უნდა ქმნიდე ეს ვარ მე შენ შეგიძლია ეს მე ვინ ვარ ეს თქვა მოძღვართან მაგრამ შენ უნდა გჯეროდეს ხარ ის ვისაც რასაც მოძღვარი გეტყვის გახსოვთ იგავი როდესაც ფარისეველი და იგავი კი არა მაცხოვარი ყვება ნამდვილი ამბავი ფარისეველი და მეზვერე რო შევიდა ტაძარში ფარისეველი ამბობს რომ მადლობელი ვარ ღმერთო რომ ესეთი კარგი გამაჩი მადლობას ამბობს ცუც კი არ ამბობს არაფერს და ეს მეზვერე ამბობს შემიწყალე მივხინე მე ცოდვილსა ესეთი ვარ ცუდი ვარ ხო და ჯიღს ირთმდა კერჩი და ვინ როგორი იყო არც ის იყო ისეთი და არც ეს შეიძლება თავის ცოდვას ესე ფიქრობდა მაგრამ ის ვინ იყო ეს იცოდა მხოლოდ მაცხოვარმა პასუხი იყო სად მეზვერესთან ფარისეველთან თუ სად რომელი როგორი იყო მოციქულებთან ანუ მოციქულებმა იცოდნენ რა თქვა მაცხოვარმა მეზვერეზე რომ ეს გამართლებული გამოვიდა უფრო მეტად ვიდრე ის ხო აი ეს იცოდა მოციქულებმა ამიტომ ღმერთი მოციქულებს უცხადებს როგორია მეზვერე რა მიიღო მეზვერებმა სინანულისგან და ასევე რა არ მიიღო ფარისეველმა თავისი წარმოდგენიდან ანუ თქვენი საქმიანობიდან რომელი მიიღო ღმერთმა ეს მოძღვარმა უნდა გითხრა თქვენი ქველმოქმედებიდან რომელი მიიღო ღმერთმა ეს მოძღვარმა უნდა გითხრათ და არა თქვენ კი შეიძლება ამას ამბობდეთ მაგრამ თქვენ უნდა გყავდეთ ისეთი მოძღვარი რომელიც ხედავს მიიღო თუ არა ღმერთმა თქვენი მოქმედება და ღმერთი მიიღებს მხოლოდ მაშინ როცა სწორი არის მოქმედება და მამების სიმაღლე იქამდე ადის რომ არსანოფ დიდს ეუბნება ერთ-ერთი ბერი ტირის და არსანოფ ცოდვაზე ტირის და არსანოფ დიდი ეუბნება რატო ტირი ხარო ამ ცოდვაზე არის ტირო მაგი შეგენდოო შენ შეგინდოო მაგი შენ ღმერთო ანუ ის ხედავდა რა შეუნდოდა რა როგორ ჩვენ არ გვიჭერს მკვდარი და ცოცხალი ადამიანის სახეზე გარჩევა ხო არ გვიჭერს რაც არ უნდა შეღებონ მკვდარი და რაც არ უნდა წაუსვან რაღაც აზები ჩვენ მაინც ცნობთ რა ეს მკვდარია ეს ცოცხალი ასე ცნობდნენ წმინდა მამები და არიან ესეთი მამები რომლებიც ცნობენ რომელი შეგენდო და რომელი არა იციან ხედავენ ადამიანის სულს და ხედავენ ადამიანის მდგომარეობას და ყოველი ადამიანი აი ესეთ ადამიანს უნდა ეძებდეს მოძღვარად რომელიც ხედავს მის სულს ბოლომდე
აი როდესაც ჩვენ რაღაცა ვტყივა ვეძებთ ისეთ აპარატს ან ვეძებთ ისეთ ექიმს რომელსაც აქვს ისეთი აპარატი სადაც ჩვენ ჩავდგებით და ზუსტ დიაგნოზს დაგვისვამთ თუ ჩვენ ვიცით ზუსტი დიაგნოზი მაშინ რაც არ უნდა ძვირი იყოს ან შევძლებთ ან არა მაგრამ არ ვიბოდიალებთ თუ ჩვენ ვიცით ხორციელად ზუსტად რა გვჭირს ხო ესე იმიტომ რომ ზუსტი დიაგნოზი უკვე მკურნალობის ნახევარია და როცა ადამიანმა არ იცის რა ჭირს ხორციელად შეიძლება იბოდიალოს ბედი ბოდიში ამ სიტყვაზე მაგრამ ბევრი წამლებიც მიიღოს ბევრი რა ვიცი ფული ზახარჯოს მაგრამ ვერ განიკეთებს რატო იმიტომ რომ არ იცის სად არის ის ალბათ აქედან გამომდინარე მოძღვართან როცა მივდივარ ჩვენ დიაგნოზს უნდა ველოდეთ სწორ დიაგნოზს ჩვენ დიაგნოზს უნდა ვამბობდეთ მაგრამ დიაგნოზის ბოლო ბეჭედი მოძღვრისგან უნდა ვღებულობდეთ და ამავდროულად მიმატებული ამას თვითონ სიტყვა რომელიც ჩვენ ახსარებად თარგმნით არის სხვადასხვა გაგება და ერთ-ერთი მნიშვნელობით ითარგმნება როგორც ვიღაცასთან თანამშრომლობას და როცა მოძღვართან მიდიხარ არ უნდა გეგონოს რომ შემოძღვარი გადაგარჩეს თუ შენ არის თანამშრომლი მასთან შენი სულის გადარჩენისთვის და მოძღვარსა და მოწაფეს შორის ურთიერთობა უნდა იყოს ორმხრივი მისი შეწევნით შენ უნდა ცდილობდე და ღმერთმა უნდა გადაგარჩინოს და გიშველოს ამიტომ რასაც ქვია სიტყვა სინერგია სინერგიას ეძახიან ადამიანისა და ღმერთის ნების ურთიერთობას აი მაგალითად ენერგია იცით რას ნიშნავს ენერგია სიტყვა ენერგია არის ბერძნული სიტყვა და ნიშნავს მოძრაობას ნიშნავს მოქმედებას ანუ ჩვენ ენერგიას როდის ვგებულობთ ენერგია როგორ როცა მოძრაობას ვიწყებთ ხო აი მაშინ ვლინდება ჩვენი ენერგია ანუ ამიტომ ენერგიას ეძახიან მოძრაობას და სინერგია არის ორის მოძრაობა თანმხვედრი მოძრაობა ღმერთისა და ადამიანის ძველ ქართულში ეს ითარგმნებოდა შეწევნით აფთისათა ანუ ადამიანი ცხონდება შეწევნით აფთისათა მაგრამ ახალში თარგმნიან თანამშრომლობით ანუ როცა ადამიანი ღმერთთან თანამშრომლობს საკუთარი თავის გადარჩენისთვის და პირველი თანამშრომლობა თქვენი ღმერთთან იწყება თქვენი მიერ მოძღვრის სწორი არჩევით და არასოდეს არ უნდა ეძებდეთ მოძღვარს რომელიც თქვენ ყურს დაამებს და თქვენ განთავისუფლებთ რაც გინდათ ის გააკეთოთ არამედ უნდა ეძებდეთ იმას რომელიც ზუსტად მიგაახლებთ ღმერთთან რომ ღმერთთან მიახლება ხდება მისი სწავლების გაგება